მოკლედ დავიწყეთ მზადება სასიკვდილო რგოლისთვის, რომელსაც ჩალი კატარებს რუსთავში ავტოდრომზე და ესე იგი ესეთი ამბავი მოხდა. ეს მანქანა რა მანქანითაც ეხლა ვარ, ანუ ეს BMW E36 კომპაქტი, რითიც მონაწილეობას ვიღებ, დაგვრჩა ქალბატონი ნათიასგან, რომელსაც გავუცვალეთ მანქანა. ეს მანქანა დავიტოვე და ვაჩუქეთ ახალი მანქანა. ხო და ესეთი რაღაცა მოხდა მოკლედ, რომ როცა ამ ქალბატონი ნათიას ერთ-ერთმა ძმამ გაიგო, რომ ვაპირებდი მონაწილეობას ამ სასიკვდილო რგოლაში, დამირეკა და მითხრა, რომ მოიყვანეო ეხა ეგ მანქანაო. დიმამ მოკლედ მაისურაძემ, რომელიც დრიფტ კარებს აწყობს, რაღაც საშინელებებს უკეთებს ამ მანქანებს, BMW-ებში დებს, Mercedes-ის ძრავებს. ხო და მოკლედ მიუყვანეთ დიმას. აი შლანგები თუ მოდახუნებულა თვისა და მოტოციკლი გაუწევ. ნუ ჯიბია. Тут универсал бензинს არ უყვარს ბენზინის გამოლევა. დიმა მითხრა, რომ მაგ მანქანის ძალიან ბევრი ნაწილი მაქვს და რაღაცებს გადავაწყობ, გადმოვაწყობო. ასევე მაჩუქა სპორტული რული. აი ეს. და კიდე რაღაცეები მაიმუნობები გამიკეთა. დიმასგან ახლა წავიდეთ ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორთან, ანუ ნულიასის პარტნიორთან, Prime Motor-ში, სადაც დაგვხვდება გიორგი და დანარჩენ ყველაფერს ამ მანქანაზე გააკეთებს გიორგი. ჩემი ტაქტიკა იქნება, რომ გავიქცე და მოგეხსენებათ, ეს მანქანა არის 1.6 ავტომატიკა და ძალიან რთულია რომ გავიქცე სადმე. საერთოდ რაღაცა მოკლედ უნდა დავამსუბუქოთ ეს მანქანა, რომ რაც შეიძლება მანევრირებადი იყოს. ასე რომ წავედით. აჰა, შემოვედით ახლა. All I hear, go get the money, so I go get it. Hate means I do something right, so I'ma let him. Yeah, I'ma let him, yeah, I'ma let him. I hit the nail on the head, yeah, I'ma let him. All I hear, go get the money. Hate means I do something right, so I'ma let him. Yeah, I'ma let him, yeah, I'ma let him. I hit the nail on the head, yeah, I'ma let him. Only bird, go get the worm. აი ეს ამოვიდა რა, მაგრა წავედი. ცოტას ამოისუნთქებს. შემდეგ უკვე წავედით თავლაში, სადაც ჩვენი მანქანა უნდა დაგვიდუგა და მოგვემზადებინა სარბოლოდ. Okay, let's set the roof on fire. Step by step, raise the whole room higher. Pick up your step, don't try her. Down, up, down like a boom bap choir. Turn up the beat, raise up the heat. Kick up your feet like this, like that. Word on the street says you got the heat, so let's see you move like this, like that. ვემზადებით ახლა სასიკვდილო რგოლისთვის და ვამაგრებთ GoPro-ს, რომ გადავიღოთ ჩვენი რგოლა თან. ყუსტარულად ვამაგრებთ, ხო? რაღაცას არასწორად აკეთებ. არა. ამას მე რაზე იმაშვები. ეს ხონდა მოტრიალდეს და გაეყაროს რაღაცაში და რაში უნდა გაეყაროს. რანაირად წაიყვანეთ მოზგობს. ცალკე ვაფშე. ანუ იმას დაუმაგრე, ეს გამოვიყვანე და ეს წავიყვანე. აი კიდე იქ დავამაგროთ ეს. კულმინაციას უახლოვდება უკვე დაძაბულობა ჩვენი სასიკვდილო რგოლის და საშინელი ამინდი გაიჩით. აი ეს სასიკვდილო ამინდია რა აბაში. რა ვახარ? მოდი. ფოტო გადავიღოთ? შენ სასოფა. ჰა? სასო არა ვარ, მე ლევანი ვარ. ხო. მაგარი, ჩაყ. გოცო ანახე მაყურებლის ჩვენი მანქანა. Act up, no I can't behave. Okay, who could get
get it jumping like the wave. I wait. When we meet you on my dinner plate, fillet. In love with danger, I can't play it safe. Okay. Yeah, dawg, you know how we ride it. When we pull up, you know we slide it. Losing ain't an option, we surviving. And we gon' always run it back. What you know about it, whoa. Yeah, what you gon' do about it, whoa. We gon' always run it back. What you know about it, whoa. Yeah, what you gon' do about it, whoa. Cause we gon' make the plays while you talk about it, whoa. Yeah. What you gon' do about it, whoa. Yeah. Okay, they always seem to count me out. I take the loss, then go again. Ain't falling for your sentiment, everything that I said I meant. They ain't wanna let me in, don't talk show, let them in. Worried I'm gon' serve them up like Wimbledon and win again and win again. There ain't no talking, moving militant. I'm the big homie, but they dealing with the kid again. Now I'm winning at ease with the soldiers. Never did it for myself, I did it for the culture. I had to come up with a plan for you vultures. Got the upper hand to where I rock, I need a sculpture. Way all you know what it is, I hold the city down. They ain't see that we could be great, I bet they see it now. Yeah, dawg, you know how we ride it. When we pull up, you know we slide. Losing ain't an option, we surviving. And we gon' always run it back. What you know about it, whoa. Yeah, what you gon' do about it, whoa. We gon' always run it back. What you know about it, whoa. Yeah, what you gon' do about it, whoa. Cause we gon' make the plays while you talk about it, whoa. დაიწყო მოკლედ ჯგუფური ეტაპი და ჩვენი ჯერიც დადგა და გავიჭერი მოკლედ წინ და მივდივარ პირველ ადგილას ვარ. ჯერჯერობით ვცდილობ რომ კონტაქტი არ მქონდეს სხვა მანქანებთან, რომ რაღაცნაირად ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ დავაფინიშო, თან პირველად შევედი ტრეკზე და შემეში ჯიჯი ამომიდგა დამეძა არ შემეხო არ შეგეხე აქ ერთ-ერთ მომენტში ჯიჯი მეჯახება და მატრიალებს და მასწრებენ სხვა მანქანები და გადავწყვიტე რომ წითელი დროშების შემდეგ როცა უკვე ამოუდგებოდ ჯიჯის უკან სამაგიერო გადამეხადა. და აი ჩემი ნაწილასწარმეტყველი წითელი დროშებით საფრიალდა და სტარტიდან დავიწყებთ ახლიდან ბოლას და გვერდით მიდგას ჯიჯი. აქ უკვე წინ ვარ, არც არ მეჩქარება, პირველ ადგილზე ვარ და წყნარად ვაგრძელებ ბოლოს.
ამ მომენტში ასლან აბაშიძის Mercedes დავეჯახე, თუ მაგის დაცვის Mercedes და გამოვთიშე რბოლიდან. ძალიან დიდი ბოდიში თუ ამიტომ უყურებ, არ მინდა და. ჯიჯის ადაროტი აღებულია. განახლდა რბოლა წითელი დროშების შემდეგ და 4 დავრჩით, 3 ადამიანი უნდა გადავიდეს ფინალში და მოკლედ დიდი ბრძოლა მიდის წინ. რაღაცა მომენტში კონტაქტის შემდეგ ჯიჯის მანქანა ჩაქვრა, აღარ იქოქება და 3 მონაწილე დავრჩით. შესაბამისად 3-ე ფინალში ვართ. თავარი არის რომ დავაფინიშოთ. ეგარი მოვიგეთ, ფინალში ვართ. ეგარი ძალიან კაი. ელოვანი განჩი ფინალში ვარ. განახლდა რბოლა ისევ 3 მონაწილე ვართ დარჩენილი. 3-ვესთვის მნიშვნელოვანია რომ დავაფინიშოთ, იმიტომ რომ 3-ვე ფინალში ვართ, მაგრამ სასიკვდილო რბოლა მაინც სასიკვდილო რბოლაა და ჩემს შანსს არ ვუშვებ ხელი და რომ მანქანა დავამტყურო, მოკლედ რომელიც წინ მიდგას და ამ შემთხვევაში ეს მანქანა არის Honda, რომელიც ძალიან მეწინააღმდეგება. იმენა ყველაზე ჰაილაითი იყო რაც მინახავს. დღევანდელ დღეს ყველაზე მაგარი ჰაილაითი იყო ვაფშე. აუ, რამდენი ხანის დია იმენა, აი ცივიგონებით და ბოლოს ისეთი ფატალიტი ჩაუტარა, რომ აი რა ვიგო. ბოლო წრეზე იყო მესამეზე, მაინც გადიოდა ფინალში და ეს გამარჯვების მენტალიტეტი და მეორეზე გავიდა. მაინც და გიგას ვეძებთ, საბურავია გახეთქილი, უნდა შევაკეთოთ და ფინალი წავიდა. ეგ ისეთი მაგარი მანქანა იყო, ისეთი მაგარი ქალბატონის, ვინც დაგვიტოვა, მანქანა როდესაც ვერ გადავეცით, მას დავაჩუქეთ, ის მანქანა დაგვრჩა, ის მანქანა დაიდუგა მერე და ის მანქანა გავიდა ეხა აქ პირველზე. წავედით ვიპოვოთ გიგას, სანამ დრო გვაქვს, წავედით. მე მგონი იქ არიან, აქეთ, აი ის. აქ არის ხო რემონტი და წავედით. ყველაფერი ხოცია, საბურავი იყო დაფუშული და აი 20 წამში გამოვცა. კარჩე სუპერ პიტსტოპი აქ 0-ას. ანუ როგორ შეიძლება ისე რომ მანქანებს რო შევხედე იმენ დალეწილი, იქ შორიდან ხო უყურებდი, მაგრამ ახლოდან მაგარი დალეწილებია წამოგაჩვენოთ და ჩვენსაც ნაკაწრი არა. წავო გიგასაც 1-2 სიტყვით გავესაუბროთ. საღებავი დაზიანდა ეს პულვერიზატორს რო შევხედე. დანარჩენია იმენა. ახე ყველა რაღაცას აკეთებს. სად არის ჩვენი? ჩვენი გრილდება ბიჭებო ისვენებს. ოპა! აგერ არის ჩვენი ბუმ ბუმ. ვა, აგერ.
მანქანის შემოქმედი ადამიანები. აუ, მე მგონი, ვაფშე ნაკაწრია ხო? სად არის? მიმიშვით ერთი წამი, გაგიზორდა? რა სიტყვი ორი სიტყვი გამოვიჭირე ჩემ სუპერბოლელი. უპრეცედენტო ბროლელი და არ ვიცი რა გააკეთა. სუპერ ჰაილაიტ მე მგონი ზმაო ისეთი ჰაილაიტები აკეთებ ვაფშე არ მინახავს ეგეთი არაფერი. მოკლედ არ ვიცი ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო და ფინალში გადავედით რა ჩვენი პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ. ეხლა დაგვრჩა მოგება. რასაც ძალიან მალე ნახავთ ასევე. ჩვენ ფსიქოლოგიურად, მაგრამ მინდა ვთქვა რომ აი იმ ბიჭმა ჩემნარი კომპაქტი რო ყავს პიკაპად გადაკეთებული გოცნახე. აი მწვანე აი მაგმანქანამ მომცა ზაპასკა, იმიტომ რომ ზაპასკა რა არის, არ ვიცი. მაგმანქანამ მომცა სათადარიგო საბურავი, იმიტომ რომ გამისკდა წინა საბურავი, რო გამოდიოდი მაგ დროს და ეგრევე მოვიდა და მომცა და მაგას არ დავამტრევ. მაგრამ დანარჩენს ვერ შეგვირდებით. და ჯიჯი ამას თუ უყურებ, ნავი აბაროტი აღებულია ზბო. დაიწყო ფინალი. მეორე ადგილზე ვარ ჯერჯერობით მივდივარ და ჩემი ერთადერთი საზრუნავი ამ შემთხვევაში არის რომ მანქანა არ დამიზიანდეს, თუმცა დუგები ისე მაგაკეთებული რომ მინიმალური შანსი არის იმის რომ მანქანა დამიზიანდეს და ჩემს წინ დგას ისე ჰონდა, რომელსაც მოკლედ ვეჭიდავები ძალიან რომ გავასრო რამენაირად, თუმცა ჰონდაზე ის ძალიან გამოცდილი მძღოლი და ძალიან რთულია მოკლედ ეგეთ გამოცდილ მძღოლთან ჭიდაობა. რაღაცა მომენტში მოვცურდი და ჩამოვრჩი ყველა მანქანამ გამასწრო და მომიწია რომ დავწეროდი ამ მანქანებს რომ რაღაცნაირად პოზიციები გამემყარებინა, თუმცა ისევ და ისევ წითელი დროშების იმედზე ვარ რომ ახლიდან მექნება შანსი რომ გადავასწრო ამ მანქანებს. ამ მომენტში დავამტრიე წიქარა და ჩამოვიშორე ერთი მოწინააღმდეგე, საკმაოდ ჩამოვიშორე თან და დავწინაურდი, ასე ვთქვათ. ახლა უკვე მე-4 ადგილზე გადავედი. აქ კიდე ერთი მანქანა გამოვთიშე რბოლიდან, უბრალოდ გავასწარი კიდე ერთ მანქანას და მესამე ადგილზე ვარ უკვე, ჩემ წინ არის Honda და BMW. ციქარას ხედავთ, მაგრამ ციქარას ყველა ერთი წრით ასწრებს და მესამე ადგილზე ვარ ამ მომენტში. აქ კარგად ვისარგებლე შემთხვევით, გავასწარი ორ მანქანას და მეორე ადგილზე გადავედი და მხოლოდ Honda მასწრებს და ძალიან დავწინაურდი მოკლედ.
წითელი დროშები წაფრიალდა, აი ახლა უკვე მაქვს შანსი რომ გადავასწრო Honda-ს და გადავიდე პირველ ადგილზე. აქ უკვე გავასწარი Honda-ს, გადავედი პირველ ადგილზე. სხვა მანქანებს მეორე წრეზე ვეწევი უკვე. და აი ეს არის ის მომენტი, როდესაც ვეჯახები Mercedes და ჩემი მანქანის მოსდის რაღაც. ამ მომენტში ვერ მივხვდი, მაგრამ როგორც მე დავადგინეთ Mercedes-თან კონტაქტის შემდეგ მოწყდა მანქანას პადმატორნები და ძრავი წინ გაიწია, შესაბამისად გამოძვრა კარდანი და ამის გამო გამოვედი შეტრბოლას. ვეღარ ვაგზავნებ, დედა მოვიწნა მანქანას. მამა ვთხილ. მოკლედ ძალიან მაგარი რბოლა იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამოვეთიშეთ რბოლას, რაღაცა ხიდის პრობლემა იყო მგონი და არა და 2 წლის წინ ვიყავით და ვიგებდით, მაგრამ ეგეთებიც ხდება, მანქანა არ დაზიანებულა ჩემი, უბრალოდ დაზიანდა ყო თქვევიდან. ძალიან მეწყინა, მაგრამ არა უშავს. გავქნათ. სამაგიეროდ კაი შოუ ვაჩვენეთ მაყურებელს. შემდეგში მოვიგებთ.